ისევ იგივე ნაცნობი ფიგურა, შევუტრიალოთ და ისევ იგივე ტექნიკით დავყოთ ნაწილებად ფიგურა და აწერტილიდან ბეწერტილამდე ვიმოგზაუროთ, ვიმოძრავოთ. შემდეგი არის რამდენჯერაც გსურთ, რამდენჯერაც მოახერხებთ, რამდენ ხანსაც გაგიჩერდებათ ბავშვი, იმდენჯერ შევუტრიალეთ ეს ფიგურა. ერთი ლაბირინთით შეგიძლიათ 2 დღე ამეცადინოთ. შემდეგი არის ის, რომ ერთ ლაბირინთს ტოვებთ ბავშვისთვის ნაცნობს, ისევ თავის ადგილას, ხოლო ეს ყველაზე რთული ლაბირინთია, ეს ყველაზე რთულია, ეს შემოვინახოთ ბოლოხთვის. ხოლო მეორე ნაწილში ჩავდებთ უცხო ფიგურას. დავუფაროთ ხელით ისევ ნაცნობი ლაბირინთი, რომ ყურადღება აქეთ-იქით არ გაეფანტოს და აი ამ ფიგურაზე ვამუშაოთ ნაცნობი მეთოდით. გავიდეს ბოლომდე, გამოვიდეს უკან. ეხლა მეორე ხელით ვამუშაოთ ისევ იგივე მეთოდით, ორივე ხელით, რომ ეს ფიგურა, ამ ფიგურის მიმართულებები, აი ეს ლიანდაგი ტრაექტორია გზა, კარგად დაიმახსოვროს. თვალი მიაჩვიოს მარტივად რომ თქვათ და ესეთი ენით შეაჩვიოს თვალი თუ რასთან მუშაობს. ორივე ხელით, როდესაც იმუშავებს ამ ფიგურაზე, ეს უკვე ნაცნობია ყველა მიმართულებით, ამაზე უკვე ამ დროს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ბავშვს ყველა მიმართულებით. ასეც ღვედო და ვიარეთ, ასეც ღვედო და ვიარეთ, ასეც ღვედო და ასე შემდეგ. დაუდოთ ეს ფიგურა ისევ გავახსენოთ, ამასთან ხომ უკვე ვიცით მუშაობა და წავიდეთ ორი ხელით. ფიგურები თქვენ შეგიძლიათ დაღოთ პუნქტებად წერტილების მონიშნით. აი ნებისმიერ ადგილას მოუნიშნეთ, სადაც ლოგიკური დასასრულია, თქვათ ერთი აწერტილიდან ბეწერტილამდე, მერე ცემდე და ასე შემდეგ დაუნიშნეთ წერტილებით, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი იყოს. შეიძლება არც იყოს საჭირო ეს მონიშნა და უბრალოდ თითით აჩვენოთ ხოლმე. აქ მოდი, ახლა აქ მოდი, ახლა აქ მოდი და გამოყვება ბავშვი სტილუსთან ფანქრით, მოკლედ თქვენს მიერ მითითებულ მიმართულებას და მეორე ხელით რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს და ორივე ხელით ერთდროულად თავიდან რომ ვერ გააკეთოს ერთდროულად და დაუშვათ ჯერ ერთ ხელზე კონცენტრირდეს და გაჩერდა თქვათ აი აწერტილიდან ბეწერტილთან მოვიდა და მერე დაიწყო მეორე ხელით მოძრაობა. ეს პრობლემა არ არის. პირიქით ამ დროს ხდება ყურადღებას აქვს ასეთი თვისება, ერთდროულად ორ რამეზე ორზე ან მეტზე ვერ იქნება. ანუ მასალა ტალღასავით მოძრაობს, გადაერთო, გადმოერთო. მარჯვენა ხელს ჩვენსას აკონტროლებს მარცხენა ნახევარსფერო, ხოლო მარცხენა ხელს აკონტროლებს მარჯვენა ნახევარსფერო და ჩათვალეთ, რომ ტვინის ორივე ნახევარსფერო ვარჯიშობს. ჩვეულებრივ ვარჯიშობს, ანუ მარჯვენა ხელით გავაკეთეთ, მერე მარცხენათი ხან ერთი ჩაერთო, მეორე გამოერთო, მეორე ჩაერთო, პირველი გამოერთო და ასე შემდეგ და ეს რაც უფრო სწრაფად ხდება შემდეგ, აი როდესაც სინქრონული მოძრაობა ხდება, თქვათ ორივე ხელით ხდება, ან სინქრონული და ან არასინქრონული სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა. ამ დროს ძალიან სწრაფად ხდება ყურადღების გადართვა, გადმორთვა და ორივე ნახევარსფერო აქტიური არის ფაქტობრივად პაუზების გარეშე. და სწორედ აქ ხდება და ამ დროს ხდება ის ნეირონული კავშირების წარმოქმნაც, გამტკიცებაც და ნებისყოფის გამომუშავებაც. სხვათა შორის, როდესაც ამასთან არის ბავშვი ნამუშევარი, პირველ კლასში რა პრობლემებიც აქვთ ხოლმე მშობლებს, რომ ბავშვს უჭირს დაჯდომა და გაჩერება, დავალების შესრულება, მოთმინება არ ყოფნით და ხშირად იმიზეზებენ ხოლმე სხვადასხვა მიზეზს, რომ ადგენენ, წამოხტნენ, აი მეცადინეობის პროცესი მიატოვენ, აი ეს პრობლემები შემდეგ აღარ იქნება, იმიტომ რომ ბავშვი ამას ისე ნელა-ნელა შეეგუება, ისე ჰარმონიულად შეეგუება, მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება ის, რომ გარკვეული დრო დაუთმოს რაიმე რუტინულ სამუშაოს, სადაც ფიქსირება ჭირდება, ყურადღების კონცენტრაცია ჭირდება და კიდევ სხვა ის უნარები, მოკლედ, რომელიც აუცილებელი არის იმისთვის, რომ წერა ვისწავლოთ, ხატვა შევწყვოთ და ძერწვა და ასე შემდეგ. და არა მხოლოდ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხატვაც, წერაც, ძერწვაც ავითარებს ჩვენს გონებას. მესამე გაკვეთილის თემა ეს იყო ორი სხვადასხვა ფიგურა, ერთი ნაცნობი და დავამატეთ მეორე ახალი და თუ ბავშვი ძალიან არ დაიღალა, შეგვიძლია რომ შევუცვალოთ ნაცნობი ფიგურა გადმოვიტანოთ მარჯვნივ, უცხო ფიგურა მარცხნივ, ან პირიქით როგორც მანამდე იყო იმის საპირისპიროდ დავულა.